მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თავშივე ბუნებრივია რა თქმა უნდა გავეცნობით. მე გახლავართ ნინო ჩხეტია, ქალაქი ბათუმი. დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ბათუმში. ეს ქალაქი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი უმცროსი მეგობარი გიორგი დუმბაძე, რომელიც ასევე ქალაქ ბათუმში არის დაბადებული. დღეს ჩვენ ვღებულობთ ძალიან საინტერესო პროექტში. გიორგი მე მგონი დამეთანხმება. ეს არის ძალიან საინტერესო ახალგაზრდების მიერ შექმნილი ახალი პროექტი, თავისუფლების ფრანი, ესე ქვია. და დღეს ჩვენ სწორედ ამ პროექტში ვღებულობთ ძალიან დიდი ინტერესით მოკლედ და გარკვეული გულშემატკივრობითაც მათ შორის მონაწილეობას. ნუ პრინციპში შეიძლება ესე ითქვას, რომ თავისუფლების ფრანი ამ შემთხვევაში ფრინავს ქალაქ ბათუმში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენი ქალაქის ევროპულ წარსულთან და მათ შორის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ჩვენი სლოგანი დაახლოებით ესე ჟღერს ბათუმი ევროპული ქალაქია და ბუნებრივია რა თქმა უნდა გიორგის მეთანხმება. კი. ჩვენ დღეს მოგვიწევს საუბარი, მოგვიწევს კი არა და სიამოვნებით ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც არის ბათუმი, რომლის წინაშეც იყო წარსულში და ნუ რომლის გამკლავებაც მოუწევს მას ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა მომავალში. ბათუმი არის მართლაც საოცარი ქალაქი, საოცრებათა ქალაქი შეგვიძლია უწოდოთ მას, იმიტომ რომ ძველი დროიდანვე მოყოლებული ის აერთიანებდა განსხვავებული შეხედულებების ადამიანს და მისი ხიბლიც ის იყო, რომ იმდენად პატარა იყო. ნუ ყველა ერთმანეთს იცნობდა და არავინ ზედმეტის უფლებას თავს არ აძლევდა. ბათუმი არის მეგობრობის, სიყვარულის, ძმობის და დობის ქალაქი და ამაში ვერავინ ვერ შეგვედავება, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, ძალიან მიხარია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი აი ესე რაღაცა აქცენტირებს. წლების განმავლობაში ბუნებრივია ბათუმი ესე პრინციპში თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ანიშნავს, რომ საქართველოს სხვა ქალაქები პირობითად ან ქუთაისი ან თბილისი ესე არ არის, მაგრამ ნუ ჩვენ ბათუმელები ვართ და რაღაც სუბიექტური ინტერესი გვაქვს, ბუნებრივია, გარკვეული სუბიექტური ეგოიზმიც მათ შორის და უნდა ვთქვათ, რომ ბათუმი რეალურად მთელი აი განსაკუთრებით მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, სადღაც 10-იანი, 20-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა ტრადიციულ მულტი, ესე რომ ვთქვათ, კულტურულ ქალაქად, სადაც უამრავი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ თავისუფლად, აბსოლუტურად და მათ ჰქონდათ საკუთარი, ესე რომ ვთქვათ, იდენტობის, როგორც შენარჩუნების, ასევე განვითარების საშუალება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქალაქისთვის. ალბათ ერთ-ერთი გამოჩეული, ესე რომ ვთქვათ, ნიშანი, რომლითაც რეალურად ის გამოირჩევა და რომელიც ზუსტად არის ის ნიშანი, რომელიც მეტყველებს ბათუმის როგორც წარსულის მქონე ადამიანი, როგორც წარსულის მქონე ქალაქი, რომელიც აი ტიპიური თავისი შინაარსით, თავისი არსით არის ევროპული ქალაქი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის დამეთანხმები ალბათ გიორგი, ძველი ბათუმი ნამდვილად იძლევა ამის, ესე რომ ვთქვათ, საშუალებას. ძველი ბათუმმა შეინარჩუნა ხიბლი წარსულის და როგორც მისი არქიტექტურით, მათ შორის აი ამ ეგრეთ წოდებული იტალიური ეზოებით, სადაც მუდმივად რა თქმა უნდა ეს კულტურული, ესე რომ ვთქვათ, გაცვლა გამოცვლა იყო. ეს არის ძალიან საინტერესო და ვიღაცებს თუ იფიქრებს, რომ ჩვენ რაღაცა უბრალოდ ამბიცია გვაქვს, ან რაღაც სურვილი გვაქვს, რომ ბათუმი ვთქვათ, რომ არის ევროპული ქალაქი, ესე არ არის, აბა ფაქტობრივად ესეა. ფაქტები მსჯელობენ მაგაზე, ფაქტი ჯიუტი არის. იტალიური ეზო შეგვიძლია ჩავთვალოთ სახედ ბათუმის, იმიტომ რომ ეს გვაჩვენებს იმას, თუ რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან ადამიანები. ნებისმიერი დღესასწაული იქნება ეს ჭირითულ ხინი, მეზობლები, მეგობრები, ახლობლები ერთმანეთთან ატარებენ ამ დროს და მოკლედ არაფერს არ ტოვებენ ერთმანეთში რა. მართლაც განსაკუთრებული არის და განსაკუთრებული მიზეზია ბათუმის სიყვარული სხვა მრავალ მიზეზთან ერთად. ბევრ პრობლემას გადააწყდა წარსულში ბათუმი, მათ შორის ჩვენ ვიცით, რომ ბათუმი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს შემადგენლობაშიც არ იყო, მათ შორის განსაკუთრებული სიყვარული იყო ბათუმისა და აჭარის მიმართ ზოგადად ესე ვთქვათ ამ პრობლემების მხრიდან, მაგრამ მაინც ბათუმი ინარჩუნებს მის ქართულ იდენტობას და მაინც ესე ვთქვათ უბიძგებს ზოგადად არის ესე ვთქვათ ნაპერწკალი, რომელიც დიდ ცეცხლს დაანთებს საქართველოს ევროპული მომავლისკენ. ბათუმი მართლაც არის სახე ამ ყველაფრის. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქალაქის განვითარებაზე ვსაუბრობ და აი მე პრობლემებზე გადავიდეთ, ბუნებრივია, რომელიც რაღაცნაირად აზარალებს, მათ შორის ბათუმს გარკვეულწილად ინფრასტრუქტურული ესე რომ ვთქვათ თვალსაზრისით, რომ ქალაქმა 3 ეტაპი გაიარა განვითარების. პირველი ეტაპი ეს იყო 10-იანი, 20-იანი წლების, გასული საუკუნის გარკვეული ინფრასტრუქტურული სიახლეები იყო ბუნებრივია მე-19 საუკუნის ბოლოსაც, მაგრამ აი ის რომ მაყურებელმა ჩვენ არ ჩავთვალოთ რომ რაღაცა ფაქტების გარეშე ვსაუბრობთ და დადასტურებული ესე რომ ვთქვათ მტკიცებულებები არა გვაქვს, იმიტომ რომ მყავს მე 10-იანი, 20-იანი წლები, იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ანუ პირველი რესპუბლიკის შემდეგ იწყება პირველი განვითარება ქალაქის, ანუ პირველი მშენებლობა
და მათ შორის ჩნდება ისეთი სუბიექტები ქალაქში, როგორიც არის გერმანიის, ესე რომ ვთქვათ, საკონსულო, როგორიც არის ინგლისის საკონსულო, როგორიც არის ავსტრიის საკონსულო და ეს პირველი რაღაცა განსაკუთრებული ევროპული კომუნიკაცია ქალაქის სწორედ ეს არის სადღაც 1915, 1916, 1917, 18, 19, 20, 21 წლები. შემდეგი ეტაპი ქალაქის განვითარების ეს იყო უკვე ომის შემდგომი, ანუ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, ეს არის 50-იანი, 60-იანი, 70-იანი წლები, რომელიცაც ქალაქს დარჩა საბჭოთა არქიტექტურა. ესე ვთქვათ, შეიძლება ჩვენ ეს არ მოგწონდეს, მაგრამ ეს არის უკვე რაღაც დონეზე. პირიქით, ეს უნდა იყოს იმის მანიშნებელი რა, წარსულის გარეშე არც ყავს არც მომავალი და ესე უბრალოდ ვერ ავიღებთ და ვერ დავანგრებთ. ჯერ კულტურული მემკვიდრეობა არის, რაც არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის აჭარის თუ ბათუმის წარსულის შემადგენელი ნაწილია და აუგადაც ვერ ვისაუბრებთ. რაღაცებიც უნდა დაუფასოთ რა. ჩვენ ისე უნდა ვიმსჯელოთ, რომ ვერც ერთმა მხარემ, ესე ვთქვათ, ინტერესი ვერ დაგვაბრალოს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ფაქტებით, უნდა ვისაუბროთ ობიექტურად და ერთ-ერთი რაშიც შეიძლება გადავამეტოთ და რაშიც შეიძლება სუბიექტურად ვისაუბროთ, ეს არის სიყვარული ამ ყველაფრის მიმართებაში. ისე ძალიან საინტერესოა პირადად გიორგი მე აი რომ მკითხონ რომ ბათუმი შენთვის პირველ რიგში რასთან ასოცირდება, ძალიან გამიჭირდება, მაგრამ მაინც გონია რომ ბულვარი შენთვის. ბულვარი მაინც იყო და არის ესე ვთქვათ ბათუმის სახე. მათ შორის სხვა ადგილმდებარეობებთან ეს იქნება ევროპის მოედანი, ეს იქნება ახალი ბულვარი თუ ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ძველი ბულვარი ბჭყალებში როგორც ბათუმელებს ჩვენ ვიადავეძახით, იყო, არის და იქნება ბათუმის სახე. ადამიანების ურთიერთობების ესე ვთქვათ ეპიცენტრი, გამოსასვლელი დასასვენებელი ადგილი და ასე შემდეგ. მშენებლობების ნაწილთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესო არის, ჩემი პოზიცია მეტნაკლებად რაღაცნაირად ესე ვთქვათ, მაყურებლისთვის შეიძლება მეტნაკლებად ვთქვათ, წინასაპროგნოზირებადი იყოს რაღაც განსაკუთრებული ესე ვთქვათ, მოწონება, ძალიან მოკლედ ვიტყვი ამ მიმართულებით ბუნებრივი არაზრს არ მქონდა. როგორ უყურებ შენ აი ამ თანამედროვე ესე ვთქვათ, შენობებს, რომელიც ამ შემთხვევაში არის ბათუმში? რამდენად სწორად არის ეს ყველაფერი, ესე რომ ვთქვათ, დაგეგმილი და გადანაწილებული? რამდენად მთავარი პრობლემა ბათუმის, აჭკერად უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გამოწვევა არის ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის პირველ რიგში. ფაქტი არის, რომ ბათუმში არაერთი უკანონო მშენებლობა არის. ამას ვერ უარყოფთ, რაც არ უნდა იყოს. ამას უბრალოდ რაღაც მხარეების მიერ პოლიტიკური ინტერესი მიეცემა, მაგრამ პირველ რიგში ხა ბათუმისთვის და ბათუმელზე დიდი სატკივარი ნებისმიერ პოლიტიკურ თუ სოციალურ ფიგურას ამას არ ექნება. ჩვენ აქ ვსაუბრობთ როგორც რიგითი ბათუმელები და ჩვენ სატკივარი არის არა ბათუმში, არამედ ნებისმიერ საქართველოს ქალაქში უკანონო მშენებლობა. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა. უკანონო მშენებლობა რომც არ იყოს, მაგალითისთვის ბათუმის ბულვარში არ უნდა ვაწყდებოდეთ რაღაცა ძალიან დიდ შენობებს 40-50 სართულიანებს, თვითონ ბულვარის შიგნით ამას ვაწყდებით ხოლმე და ეს არის რაღაცნაირად ერთ-ერთი ის პრობლემა, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არ არის გრძელვადიანი, რომ რაღაცა შრომა დაგჭირდეს ამისათვის, ამას უნდა უბრალოდ რამოდენიმე ხანი გაერთიანება, ფიქრი და ერთად ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა. კარგი. აი გიორგიმ ძალიან კარგი რაღაცა თქვა და მე შევეცდები რომ ეს აზრი გარკვეულწილად გავაგრძელო. ერთ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ, ალბათ შეიძლება ეხლა ყველა არ დამეთანხმოს, მაგრამ ის ვითარება, რომელიც ქალაქში შეიქმნა ბოლო 15-16-17 წლის განმავლობაში, რასაკვირველია ამას გარკვეული ობიექტური მიზეზებიც აქვს. ჩვენ შეიძლება ძალიან იოლი არის რაღაცა პოლიტიკური კლასის, ასე ვთქვათ, მიმართ თითის გაშვერა. დაბრალება, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართველები ვრჩებით მაინც ერთი ისე. უკმაყოფილების მიზნით, მაგრამ ამ უკმაყოფილებასაც ბუნებრივია ობიექტური მიზეზები აქვს და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ანუ რატო გვაქვს პირობითად ეს პრეტენზიები ჩვენ ამ პოლიტიკურ კლასებთან და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, მაგრამ ერთი რამ არის, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა მათი მხრიდან იყო არა სურვილი რაღაცა კაპიტალის, ასე ვთქვათ, შემოტანის, კაპიტალის დაგროვების, სამუშაო ადგილების გაჩენის, ახალი სივრცეების ქონის, ეგრეთ წოდებული საბინაო ფონდის აუცილებლობების, იქედან გამომდინარე, რომ ბათუმისთვის ტურისტული სექტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არა, ჩვენ ამ ნაწილში მათთან არ გვაქვს არც ერთთან პრეტენზია. ჩვენ პრეტენზია გვაქვს ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ქალაქი როგორც მათთვის იყო ღირებული და მნიშვნელოვანი, როგორც ისინი ფიქრობდნენ გარკვეულ განვითარებაზე, ისე გქონდა ჩვენი წარმოდგენები ამ ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით და რაღაც ტიპის სოციალური კონტრაქტები უნდა არსებობდეს მართველ ჯგუფებსა და საზოგადოებას შორის. მაგალითად, მართველ ჯგუფებსა და საზოგადოებასა და მაგალითად
ადამიანების იმ ნაწილს, რომელიც წარმოადგენს ბიზნეს სექტორს, რომელსაც აქვს აბსოლუტურად სხვა, ესე რომ ვთქვათ, მიდგომა, მთავარია მან რაღაცა ადგილი იშოვოს იმისათვის, რომ ააშენოს, იმისათვის, რომ მეტი ფული იშოვოს და შენ ესეც მათი მხრიდან ობიექტური სურვილია. იმათაც გარკვეულწილად ბუნებრივია, რა თქმა უნდა, რაღაცა განსაკუთრებული დრამატული უკმაყოფილებით არ უნდა შევხვდეთ, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაზე დეფიციტური და ძალიან ცუდი იყო ის, რომ ჩვენ ამ სოციალურ კონტრაქტებს პოლიტიკური კლასი არ გვიდებდა. ანუ საზოგადოების ან სამხარეს შორის ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ეს სოციალური კონტრაქტი რო ყოფილიყო, ბუნებრივია ბულვარს არ ექნებოდა პრობლემა. ბუნებრივია ეს უკმაყოფილება არ იქნებოდა, ბუნებრივია ადამიანები არ შეშფოთდებოდნენ და ბუნებრივია რა თქმა უნდა არ იქნებოდა ის დაპირისპირებები, რომელიც არაერთი გვინახია, მათ შორის ბულვარში მიმდინარე, ესე რომ ვთქვათ, მშენებლობებთან დაკავშირებით, როგორც ერთი, ისე მეორე ხელისუფლების, ესე რომ ვთქვათ, პირობებში. ამიტომ მე მგონია, რომ ჩვენი ამოცანა და მათ შორის განსაკუთრებით ეხა უკვე და ძალიან კარგია რომ ამ შემთხვევაში ჩემთან ერთად მონაწილეობას ღებულობ შენ ახალგაზრდების როლი განსაკუთრებულია ამ მიმართულებით რომ ჩვენ ვიაროთ იმ ტიპის პრაქტიკებით რომელიც არის ევროპაში გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ეს მათ შორის შექმნის ძალიან სტაბილურობას სამოქალაქო სტაბილურობას როდესაც მე მკითხავ და აგიხსნი რომ აი ბულვარში რაღაცის აშენება არ შეიძლება ბუნებრივია, მაგრამ შენ ბიზნესთან რაღაც რასაკვირველი, რა თქმა უნდა, ბიზნესის დაკმაყოფილება შეიძლება, მაგრამ არა ამ კონკრეტული ადგილით, არამედ სხვა შეთავაზებული ალტერნატიული, ესე რომ ვთქვათ, ადგილით. და ესე გამოდის, რომ არავინ არ დაზარალდება და მათ შორის არ დაზარალდება ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც ახლა ბათუმის ბულვარი წარმოადგენს, იმიტომ რომ ტიპიური, ანუ ვინც ყოფილა ევროპაში ყველა მიცის და ვისაც უნახია ბულვარის ძველი ბულვარის დაგეგმარება, ყველა მიცის რომ ეს არის ტიპიური ევროპული, ესე რომ ვთქვათ, დაგეგმარებული ბულვარი, რომელიც ძალიან ახლოსაა იგივე ლუქსემბურგის, ესე რომ ვთქვათ, ბაღთან და სხვა, ესე რომ ვთქვათ, ფრანგულ სკვერებთან ერთად, აი რაღაც ტიპის ანალოგიები, ვინც ამ მიმართულებით, მათ შორის გამწვანების, ლანდშაფტის, ესე რომ ვთქვათ, მოწყობის მიმართულებითაც მუშაობდა, ყველა ამბობს, რომ ეს ამ ანალოგიების დანახვა ძალიან ბევრი შეიძლება ამ შემთხვევაში. და გიორგი წელს აბარებს, ესე იგი იურდიულზე, რამდენადაც ვერ ვიცი. და მოკლედ რაღაცა ისეთი ჩვენი გადასვლა რაღაცნაირად იყოს მათ შორის, თუნდაც შესეჩავთვალოთ ვიწრო პროფესიული თვალსაზრისით. პირველ რიგში რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, განსაკუთრებით სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მართვის მიმართულებით. მოდი მაშინ, რადგან ქალაქზე ვლაპარაკობ და ვამბობთ, რომ ბათუმი ევროპული ქალაქია, ვილაპარაკოთ იმ ტიპის პრობლემაზე, როგორიც არის თვითმმართველობა. აი, როგორი თვითმმართველობა, თქვა, შეიძლება წარმოგვიდგენია, როგორ თვითმმართველობას ვისურვებდით პირობითად ჩვენ, აი, როგორ წარმოგიდგენია შენ? ო, აი, თემას, ეს უკვე საინტერესოა გაცილებით. ორი რაღაც უნდა აღვნიშნოთ რა. ბათუმი არ არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელშიც არის თვითმმართველობა. ჯერ შესავალს გავაკეთებ. ეს შესავალი საჭიროა იმისათვის, რომ გავიგოთ, რომ სხვა ქალაქებში აჭარის გარეთ, სადაც არის თვითმმართველობა და ხაზი მინდა გავუსვა, სადაც ანუ აჭარა არის ავტონომიური, ავტონომია გააჩნია აჭარას და გარეთაც აჭარის გარეთ ქალაქებს აქვს თვითმმართველობა და ძალიან მარტივად კონტრასტი იქმნება ის, რომ აჭარას და ბათუმს არ ეტყობა ის, რომ მას აქვს თვითმმართველობა და ამ სხვა ქალაქებთან დამატებული თუნდაც ანუ ავტონომია და ასე შემდეგ, არანაირი ცვლილება და არანაირი შედეგი ხალხისთვის, ნუ ეს კეთილდღეობა რისთვისაც არის ამის ზოგადად ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არ იგრძნობა. ნუ მაქსიმალურად საჭირო არის დეცენტრალიზაცია, მაქსიმალურად საჭირო არის მათ შორის თვითმმართველობის, ესე ვთქვათ, ახალ დონეზე გადაყვანა, სადაც ნუ ძალიან მარტივად არ მხოლოდ ბათუმში, არამედ აჭარის მაგალითად მაღალმთიან რეგიონებში ცენტრიდან, ნუ ამ შემთხვევაში თბილისიდან არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ნუ რა უნდა გაკეთდეს ამ რეგიონში, ხო? ბათუმშიც ანალოგიური, ბათუმს გააჩნია იმის პირველ რიგში უფლება და რა თქმა უნდა, მოთხოვნა აქვს და ეს მარტივად რო ვთქვათ, ძალუძს ბათუმს, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება რა და როგორ გაკეთდეს და შემდეგ უკვე აღარ გვექნება პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით, ხო? როცა ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, უმრავლესობა, როცა დემოკრატიისაკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ, თვითმმართველობა დღეს გვაქვს ფორმალურად ჩვენ ბათუმში, მაგრამ ესე პირდაპირ და ესე კარგად არ იგრძნობა ეს. ამის ახალ დონეზე გადაყვანა იქნება ჩვენი მიზანი მათ შორის. გეთანხმები, არ შემიძლია არ დაგეთანხმა. ეს არის როგორ გითხრათ, დამოუკიდებელი საქართველოს აქილევსის ქუსლი. და მოკლედ დავიტოვოთ იმედი, რომ ჩვენ რაღაცა უახლოეს 5-6 წელიწადში იქედან გამომდინარე, რომ ეხა რაღაცა
დიდი ნაბიჯებით გვაქვს ამბიცია ევროპული, ესე რომ ვთქვათ, პერსპექტივის ეს საშუალება გარკვეულწილად კიდე გააჩენს ახალ საშუალებას თვითმმართველობების მიმართულებით, თვითმმართველობის შესახებ კანონში ისეთი ტიპის, ასე ვთქვათ, ჩანაწერები გაკეთდეს, რომ ეს არ იყოს რაღაცა ორმო და სიცარიელე რაღაც სხვა პოლიტიკური ინსტიტუციებისთვის, არამედ ეს იყოს ძალიან ავტონომიური და დამოუკიდებელი, ესე რომ ვთქვათ, თვითმყოფადი, ესე რომ ვთქვათ, ინსტიტუცია. აი, ამბიციას რაც შეეხება ჩვენი ევროპული მომავლის, რა. საქართველოს ადგილი არის ევროპაში, ანუ ის, რასაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვისმენდით შინ ევროპისკენ, ეს არ იყო რაღაც მოგონილი, ხო? ეს არის მართლა ფაქტი, რომლისთვისაც არა მხოლოდ ახალმა თაობამ, არამედ ძველმაც, მოკლედ ყველამ ერთიანად უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენს კუთვნილ ადგილს ევროპულ ოჯახში, ეს პატარა ოჯახი იქნება, დიდი ოჯახი, დაუბრუნდეთ. შრომა არის საჭირო, შრომა უნდა ვიშრომოთ, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ოფლი დავღვაროთ. დიახ, აბსოლუტურად გეთანხმები და მეც იმედი მაქვს, რომ ესე იქნება. ნუ ალბათ ამ ვითარებაში, როდესაც აქავართ და გვეიმედება ჩვენი ევროპული მომავლის, ყველაზე მნიშვნელოვანი დასასრული იქნება ის, რომ ეს არის ქალაქი, სადაც დაიბეჭდა 1921 წლის საქართველოს კონსტიტუცია, სადაც პირველად გამოიცა და სადაც მოესწრო აი ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების აკყოფნა და ამ ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი, ესე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილების დატოვება ჩვენი თაობებისთვის, მათ შორის ჩემთვის, მათ შორის შენთვის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს არის ისტორია, რომელიც ამ ქალაქს აქვს. დიდი მადლობა გიორგის, მადლობა თავისუფლების ფრანს ამ შესაძლებლობისათვის და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს, მადლობა მაყურებელს იმისათვის, რომ დაგვითმეს დრო.